1992-2003 წლებში პოლიტიკური სუბიექტი ჯორჯია გავდა გაკუცულ მელას, არყით გალეშულ გამოტაყვანებულ დათვთან მოიცინეს და სახორცეს დახარბებულ ვეფხვთან მოდიდინეს. 2004-2008 წლებში ეს მელა გადაიქცა მბზინვარებეწვით შემოსილ ხმის ჩახლეთშამდე მოკევილი ტურად, არა მხოლოდ მქუხარი და ფეთქებადი ვეფხვის მსხვერპლთა ქელეხებზე გაქცევულ სუნსულა ოთხფეხად, არამედ დაღრიალებული გზას მომლოდინე ქვემეხებზე ასკუპებულ ღრენიან ადირად. 2008-2012 წლებში ეს ტურა გადაიქცა კბილებ ჩალეცილ მოწკავწკავი და დროდადრო ავად მყეფარე პატრონის ერთგულ პატარა ნაცოფარ ძაღლად. 2012 წლიდან ეს ძაღლი გადაიქცა ცხრად, ვერ მოსაწველ, ვერ გასაგრეჯ, უჩვეულო შინაურ ცხოველად, გამოფხიზლებული დათვის წინ მოსაწყლებული კრეჭით და უმანკო შებრავლებით მდგარ ეშმაკური ჩლიგებით მოზომილ ადგილზე მოპაკუნე ვეფხვის კუდთან გრძელი დუმაკული დიდუმალ გადანასკულ ტროას ცხრად. რაც ცხოველად გადაიქცევა ეს ცხვარი, ან რა ხარისხით შეჯვარდებიან აღნიშნული არსებანი უახლოეს მომავალში, ამას ნაზამთრალი დათვისა და მის ბუნებთან მივარდნილი ნაგაზაფხულარი ვეფხვის ულმობელი შერკინების განმებანი დაადგენს. მანამდე კი ეს ცხვარი ბალახობს ჩვენ საძოვრებზე და ისმის მარტოოდენ. მისი აუგეთითი მე. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ამ ცხოველების კუჭის წვენში ვეხარშებოდით ქართველები, მე არ მინდა. ამ ცხოველების იერსახით იცნობდნენ საქართველოს და შესაბამისადაც ეპყრობოდნენ მას, არ მსურს. წარსული მიცქერდეს იმედით და უძალო სირცხვილის ცეცხლი მწვავდეს, არ მწაც. ჩვენი მომავალი რომ სხვების ნასოფრალებზე მოწანწალი გლახაკია, არ მწამს. ძნელია ყველაფრის უარყოფა, რასაც გთავაზობენ, მაგრამ სწორედ ეს 4 ქსისი არ დამრჩენიან უგეშად ამწავს. საქართველოში 2003 წლის რევოლუციისთვის ჩამოსხმული ქართული დესანტი 2014-ში უკრაინაში გადასხეს. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ გამანებოდ თავი ამ თემაზე მაინც. ალბათ ყველაზე კარგად წარმოაჩენს მთქმელის არაქართულ არსს. ბატონი მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო რევოლუციონერის სახეს იღებს. ახლა უკრაინი დაკავდა. რაც ვერ შეძლეს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იმის განხორციელებას ცდილობენ ამჟამად. ის იგივე ტროცკია, ევროპული საქმის მკეთებელი, ვითომ რევოლუციონერი. თუმცა ტროცკიმდე სადმევა, პატარა ტროცკი, ძალიან პატარა, ტროცკის პაროდია, ტროცკუნა. ასეთი პაროდისტების პარადია დღეს მსოფლიოში. დაპატარავდა დედამიწა. ლილიპუტები მოძრობიან ყოველი მხრიდან, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ყველაფერ დიდის გამო. მოითხოვენ გულივერთან თანასწორობას, მერე მის დაპატარავებას დაჭრა და ქუცმოცებას, ან და მის გაძევებას სხვა პლანეტაზე. დედამიწა მათია, ასკენ კილო მოხთუნავი კაცუნების, რომელთაც დრო და დრო წარად გაპრაცებისას ტყუპითად შეუძლიათ ხტულმა. ყოფილების მოშორებას არ ჩქარობენ. ეს მწიფე პროფესიონალიზმზე მეტყველებს. სარგებელი ყველასგან უნდა იქნას მიღებული, შესაბამის დროს, თანაც რამდენჯერმე. ალ-კაიდა შეიძლება შექმნა და გამოიყენოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ავღანეთში, მასთან თანამშრომლობით. შემდეგ ის მოიხმარო ერაყსა და ავღანეთის წინააღმდეგ, მასთან დაპირისპირებით, ნომერ 1 ტერორისტისა და 11 სექტემბრის საშუალებით. მერე ყოფილი ტერორისტები კვლავ გამოიყენო არაბული გაზაფხულისთვის, ისევ მათთან შეთანხმებით. შემდეგ კიდევ მოიხმარო სისხლიანი ახალი არაბული სახელმწიფო შესაქმნელად, ისევ მათთან დაპირისპირებით. და ასე შემდეგ. ამის მკეთებელი ნამდვილი ჯადოსანი უნდა იყო. ვარდების რევოლუცია იწყება ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობით. პირველი მაიდანი ჟურნალისტ ხონხაძის მკვლელობით. ორივე შემთხვევაში მკვლელი მილიცია, ბრალდებული სახელმწიფო. ხელისუფლება კი იცვლება მსუბუქი გადატრიალებით. 1991-92 წლების გადატრიალება საქართველოში და მეორე მაიდანი უკრაინაში უკავშირდება პირველის დსთ-ში, ხოლო მეორის ევროკავშირში არ შესვლას. ორივე მოვლენა ჯერ იწყება და მთავრდება, მერეც გრძელდება ერთნაირად. იმის ღირსადაც კი არ გწნეს რაიმეთი განმასხვავებინეთ. მაიდანი მოაწყოს იმიტომ, რომ არჩევნების გზით ვერ მოახერხეს უკრაინის შეყვანა ევროპაში და ამდენად ყირიმიც ვერ ჩამოაშორეს რუსეთს. ვერ მოატყვეს გადატვირთვით და ობამას პოლიტიკას პუტინის წინააღმდეგ ვადა გაუვიდა. სხვა გზა აღარ ჩანდა. მეკობრეთა ნასროლ სამკაულჩა საგდებლით უნდა შეეთრიათ. დასავლეთის ყურეში ორ კუნძულს შორის მოტივტივე უკრაინული სატვირთო გემი.
თავისი ყირიმული ნავსადგურით, რათა შემდეგ საბრძოლოდ აღჭურვილი და საერთო დემოკრატიული დროშით სიაღმართული გაეშვათ აღმოსავლეთის კუნძულისაკენ. უკრაინის მაიდანმა გააერთიანა საქართველოში მომხდარი ამბები 1991-92 და 2003 წლების გადატრიალებები ერთ მოვლენად. მას საფუძვლად დაედო თავიანთი 10 წლიანი გამოცდილებაც და აალდა ერთ დიდ ცეცხლად, რომელშიც წესით საბოლოოდ უნდა ჩაიცვას ამ ცეცხლის დამტები. თუ არ მოვაწონეთ თავი დასავლეთს, ესე იგი თუ არ გავიპრანჭეთ ევროპელობით და არ ვიკეპლუცეთ ცივილურობით დოქტორები მოწავლენ, მიგვაგდებენ სხვა იმპერიებს ისტორიულ ლუკმად. თუ მაინც მოისურვებენ ჩვენს დაბანას და დავარცხნას ძალით და თაფლით, შაჰის ახალი ნაზად ჭირვეული ცოლივით საპირვალ ღამისოთ. მათ მოინდომეს დემოკრატიზაციის საგარეო რეცეპტის წაშორებით მთლიანად გადაესანსლათ განუყოფელი გაახლებული გარდაქმნილი დასუსტებული საბჭოთა კავშირი. რა თქმა უნდა, ევროპული ბალტიისპირეთის გარეშე თავის გაჩხეკულ დასავლურ წილს რად მიაჭამდნენ აღმოსავლურ ნადიმზე უხვად დაყრილ დათვისა და ირმის ცხიმში მოშიშხინე მწვადებს. პირველ ჯერზე არ გამოუვიდეთ, გეკაჩებიც ჩაუვარდეთ. თუმცა ასეთ ვითარებაში სუროგატი დედის დსთ-ს მოვლენების შემდეგ დახეთქილი კანით დაწყვეტილი ძაფებით, ოღონდ ჯერ კიდევ ერთიანი ძარღვით შეკრული სივრცის გამოხვა მაინც დიდი გაცხოველებით დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი მსახვალი ხელი ჩვენთან ერთად სხვასაც ბევრს მისწვდა. პირველი, ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკების დასუსტება ყოველ მხრივ ძარცვა დაცება, გაიხსნა ახალი სტამბოლის ბაზარი იაფად და მუხტად. მეორე, ევროპული ნაწილი, იუგოსლავიის დაშლა და დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპის მიტაცება. მესამე, ახლო და შუა აღმოსავლეთი, პირველი ნაწილი, ერაყი, ავღანეთი. მეოთხე, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, პირველი ნაწილი, ფერადი რევოლუციები, საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი. მეხუთე, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, მეორე ნაწილი, ეგვიპტე, ლიბია, სირია, ტუნისი, ალჟირი. მეექვსე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მეორე ნაწილი, ომები, საქართველო, უკრაინა. მეშვიდე, ახლო აღმოსავლეთი, მესამე ნაწილი, ახალი არაბული სახელმწიფო. სანქციები ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის მიერ დაწესებული იყო მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტზე, ჩინეთზე, ინდოეთზე, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, სირიაზე, ირანზე, ერაყზე, რუსეთზე. დიახ, ჩვენ გვეგონა და დიდი იმედი გქონდა, რომ დასავლეთი აერჩევდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების გზას და არა გორბაჩოვის სახალობის საბჭოთა შტატებს, რომლებიც კიდევ მეტად დააკუწმაცებდა ჩვენს ქვეყანას. არა ელცინის დსთ-ს, რომელიც მოკლავდა ჩვენს დამოუკიდებლობას. რაში ვადანაშაულებ, ისინი სხვა გზით წავიდნენ მათი დაპირებისა და ჩვენი იმედის წინააღმდეგ. მათთვის ბუნებრივი გზით. მალევე აღმოჩნდა, რომ არაფერი არ შეცვლილა საუკუნოვანი დაპყრობითი პოლიტიკის შემდეგ. მათ ჰქონდათ საუკეთესო გზა, ვერ გამოიყენეს. ჩვეულ ინსტინქტს მიხვდნენ, დახარბდნენ და თავი აიფეთქეს. ერთადერთი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს, სხვა აღარ იქნება. როცა ბარაკ ობამამ არეულობასავით დახლართა არაბულ გაზაფხულზე, ევროპა ყვებოდა ბარაკ ობამა, ბარაკა. მერე ცოტათი თვითონაც სიომა, არა და ევროპას აშკარად ეთყობა, ვირილი ეყოფა. არაბული ბადეკი გაბლანდეს ატლანტიკის მეგობრული სანაპიროებიდან, ქაოსის ქსელით და მყეფარი ყელით, მაგრამ შორიდან მომავალი ვეღარ დალანდეს. ლაღიდინებით იმბადეს მიხვდნენ, გაბათრული რწმენით, რომ მოსავალი აუხვეს და ბარაკა დაიბედეს. ბოლოს კი, დაჯერებული ბიჭით, თავაცეულნი, ასე მალე დავიწყებული წარსულის თავთხელ ნაპირზე ყოყოჩა-ყოჩებივით თვითეთში გაებნენ. საკუთარი თავი თავად გაიბანდეს ძვირფას საჩუქრად და მწიფე, დასრულებული დემოკრატიული დასავლეთის სახელით ცხუნად მიერთვნენ აღმოსავლურ ცისკარს. 1992